მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ საუბარს საქართველოს ისტორიაზე და კერძოდ საქართველოს რუსეთის ურთიერთობის ისტორიაზე მრავალი ვთქვათ, ასე ვთქვათ, სერია ჩავწერეთ სწორედ რუსეთის ისტორიიდან, ისტორიის ფრაგმენტებზე, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს წარსულთან, რათა უფრო კარგად გავასიგრძეგანოთ 1800 პირველი წლისთვის თუ რა სისტემაში, რა სამყაროში აღმოჩნდა საქართველო. და სხვათა შორის გარკვეულწილად ეს სისტემა ურთიერთობები, პრობლემები დღემდე არ არის დასრულებული და დღევანდელობიდან გამომდინარეც ალბათ ძალიან საინტერესოა იმ პერიპეტიების, იმ გარემოებების გათვალისწინება, რაც თან სდევდა, თან ახდა რუსულ-ქართულ ურთიერთობებს 200 წლის წინ, რადგანაც ძალიან ბევრი სეგმენტი, ძალიან ბევრი თემა და საკითხი დღესაც ზუსტად ისეთივე მტკივნეული და აქტუალურია, როგორც მაშინ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა თანამედროვე ურთიერთობებში ხშირად და თანამედროვე პოლიტიკაში სწორედ იმ ხასიათისაა და ისე იჩენს თავს, როგორც იჩენდა მაშინ. ამისათვის რომ ჩვენ სწორად გავასიგრძელოთ თუ რასთან ქონდა საქმე, უშუალოდ რა ფონზე მიმდინარეობდა რუსულ-ქართული ურთიერთობები, აუცილებელია დაკონკრეტება იმისას თუ რას წარმოადგენდა 1745 წლიდან 1801 წლამდე კავკასი. არა მარტო ამიერკავკასი, არამედ მთლიანობაში კავკასი. ჩრდილოეთ კავკასიაში იყო ფრიად დაშლილი ადიღური ტომები დასახლებული ჩერქეზული სამთავროები, მათ სიახლოვეს იყო ბალყარული ასევე, შემდგომში ოსური და თანამედროვე ტერმინებით ვთქვათ ინგუშური და ჩეჩნური. აი ესე მოდიოდა შავი ზღვიდან დაღესტნამდე თქვა ჩრდილოეთ კავკასია. ეს სეგმენტი ფაქტობრივად ყველა ბრძოლაში, რომელიც საქართველოს ჰქონდა გნებავთ ოსმალეთთან, გნებავთ ირანთან, როგორც წესი იყო საქართველოს არათუ მოკავშირე, უბრალოდ სატელიტი. რა თქმა უნდა, გარკვეული ჯამაგირის სანაცვლოდ, იმიტომ რომ იქ ადამიანები რო გადმოდიან, ახლა უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც წესი, ყველა გადამწყვეტ მომენტში, განსაკუთრებით ქართლ-კახეთის სამეფოსთან მიმართებაში, ჩრდილოეთ კავკასიელები, დაწყებული დაღესტნელები, დამთავრებული ჩეჩნები და ქისტებით მონაწილეობდნენ და იბრძოდნენ ერეკლეს დროშის ქვეშ, მათ შორის ოსები. შემდგომში მოდის უკვე დაღესტანი. დაღესტანი ეს ისედაც მრავალენოვანი იყო, დღესაც 60-დან 80 ენამდე და დიალექტით არის თქვათ წარმოჩენილი დაღესტნელები, მაგრამ გაერთიანებული იყო რამდენიმე შედარებით მსხვილ სამთავროში. საქართველოს ემიჯნებოდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იმით თვალსაზრისით, რომ სწორედ ეს საქართველოს მეზობელი ხუნძახი იგივე ავარიის სახანო იყო, სადაც მარცხი იწუნია ნადირ-შაჰმაც კი. ეს იყო ავარია ხუნძახი, რომელშიც შედიოდა იგივე დიდოეთი, რომელიც დიდოეთით პერიოდულად სხვადასხვა საქართველოს შემადგენლობაშიც იყო უშუალოდ. მის აღმოსავლეთით, კასპიის ზღვამდე, გრძელდებოდა ეგრეთ წოდებული დარუბანდის სახანოს დაღესტანი. ეს იყო შეიძლება ხანდახან დაშლადი პატარ-პატარა სახანოებად, ხანდახან გაერთიანებადი, უბრალოდ ერთი დინასტია მართავდა მათ და შემდგომში დაღესტნის აი ამ სახანომ დარუბანდის სახანო რო უწოდოთ, შემოიერთა კასპიის ზღვის პირა თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია ტყვის კასპიის ზღვასთან შესართავამდე, ხუბა, ბაქო და რატომ? იმიტომ რომ იქ მოსახლეობა იგივე იყო ეთნიკურად, ლეკები ცხოვრობდნენ, ჩვენი გაგებით ლეკები, დაღესტნური ტომები. და მესამე დაღესტანიც იყო კიდე დაღესტნის ტერიტორიაზე, ეს იყო ჩრდილო-აღმოსავლეთით, ეგრეთ წოდებული ტარკის საშამხლო, თავადი ტარკოვსკები, კნязь ტარკოვსკები ბევრს გაგვიგია და არის ვერსია, რომ სწორედ ეს არსენი და ანდრია ტარკოვსკებიც მათი შთამომავლები უნდა ყოფილიყნენ. ესენი ეს ტარკის შამხლები იყვნენ წარმოშობით ყივჩაღურ და მონღოლური სეგმენტიდან წამოსული, როგორც ყველაფერი დღესაც არის დაღესტანში, ასე ვთქვათ, თურქულენოვანი ფენომენი და
შემდგომში ისინი ძალიან ადრე იქცნენ რუსეთის სატელიტებად და უკვე მე-18 საუკუნეში კავკასიის აქტიურ პოლიტიკაში ძალიან ნაკლებად მონაწილეობდნენ. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, დასავლეთ საქართველოს იყო ესეთნაირად წარმოდგენილი აფხაზეთი, რომელიც ძალიან ბევრ წვრილ სამთავროდ იყო დაშლილი, ოდიში, სვანეთი, რომელიც სამი სეგმენტისგან შედგებოდა, ეს იყო ოდიშის სვანეთი, სამეგრელო სვანეთი, თავისუფალი სვანეთი და მერე თავისუფალი სვანეთის სამხრეთ-დასავლეთ სეგმენტში და თანამედროვე კოდორის ხეობასაც მოიცავდა გარკვეულწილად ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ეგრეთ წოდებული სადედეშკელიანო სვანეთი, გვარი დადეშკელიანი მოდის გელოვანებიდან ნიშნავს დადაშგელოვანს, ანუ დედით გელოვანს. იყო ოდიში, როგორც თქვით, გურია, რომელიც როგორც წესი ამ მე-18 საუკუნეში არის იმერეთის, ასე ვთქვათ, სატელიტი და ვასალი, იმერეთის სამეფო რაჭითურთ და ლეჩხუმითურთ და შემდეგში აქვს ახალციხის საფაშო, რომელიც მოიცავს თანამედროვე აჭარას და მთელს ისტორიულ მესხეთს, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მე-18 საუკუნის ბოლომდე ჯერ კიდევ ქრისტიანია, თუმცა არის გამუსულმანებული ზედაფენა. აქ მე-18 საუკუნეში პირველობას ეცილება ერთმანეთს ორი გვარი ძველი ჯაყელები და ხიმშიაშვილები და რომ გადმოვიდეთ ახლა უკვე აღმოსავლეთ საქართველოში, აქ არის ქართლის და კახეთის სამეფოები. რაც შეეხება ჩვენ სამხრეთით, ჩვენ გვემეზობლება ერთის მხრივ ისტორიული სომხური მიწები, რომელიც იყო ერევნის სახანოში თავმოქცეული, იქვე არსებობდა ნახჭევანის სახანო, რომელიც როგორც წესი უმეტესწილად ერევანის და ნახჭევანის იყო ერეკლეს გავლენის ქვეშ. ერევნის სახანო, ანუ დღევანდელი სომხეთის ტერიტორიიდან აღმოსავლეთით ხეობა მტკვარსა და არაქსს შორის, ანუ შუამდინარეთი მტკვარ არაქსის, ისტორიულად ცნობილია როგორც არანი. ეს იყო არანის ტერიტორია, ამ არანის ტერიტორიაზე მდებარეობდა ორი სახანო, ერთი იყო ეს ყარაბახი, ყარაბახი მარტო ერთი სახანო კი არ იყო, და არც მთიანი ყარაბახი მარტო, ეს ძალიან დიდი სივრცე იყო. თვითონ ყარაბახი ხუჯერ დიდია, მთიან ყარაბახთან შედარებით, განჯის ცნობილი ეს ყოფილი ბარდავი განჯის მხარე, ეს ტერიტორია უკვე ვახტანგ გორგასლის დროიდან ირანულენოვანი ტომებით არის დასახლებული, შემდგომში აქ ხდება თავმოყრა და ძირითადად რეზიდენცია, როცა შემოდიან არაბები, მერე ყივჩაღების ჩასახლებაც და როდესაც ყივჩაღებმა ესე ვთქვათ, ისე პირი იბრუნეს თურქულენოვანი და ისლამური სამყაროსკენ, აქ ბუდობენ, აქ სახლობენ და განჯა სხვა შორის იმდენად ძლიერი ცენტრი იყო, აი მონღოლების ეპოქაში, 3-ჯერ 4-ჯერ დიდი ქალაქია აღწერით, ვიდრე თვით მონღოლეთის დედაქალაქი თავრისი. ასე რომ ეს სერიოზული სეგმენტი იყო და თვით დინასტია ისეთი, როგორც იყო ყაჯარების დინასტია, აგერ 1925-მდე ირანს რომ მართავდა დაწყებული აღა-მაჰმად ხადინან ამ ტერიტორიიდან იყვნენ წარმოშობით. აი ეს ტერიტორია იყო ერეკლეს ყბადნაფიცი და სატელიტი, თითქმის მთელი მისი მეფობის პერიოდში. ერთი, რომელიც კიდევ გამოგჩა, ეს იყო ისტორიული შაქი, ეს არის რა ტერიტორია, შაქის სახანო. სადაც ცხოვრობდნენ ეგრეთ წოდებული ჭარელები, ეს არის გალეკებული ქართველები და წახურელი ჩამოსახლებული ლეკები სამხრეთ კავკასიაში, ანუ თანამედროვე საინგილოს ტერიტორიაზე. აქვე არიან ჰერები, თავისთავად ცხადია, ნაწილი ქრისტიანჩება, უდები, რომლებიც ამ პერიოდში ქრისტიანებად შებიან, ყოფილ ალბანელთა შთამომავლები და საკმაოდ პატარა სეგმენტი ლეკური. მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე მოყაჩაღო ფენომენია, მათ სათავეში რაც დგას დინასტია, რომლის წარმომადგენელიც იყო აჯი ჩალაბი. ეს იყო მე-15 საუკუნეში გამოსულმანებულ ქართველთა შთამომავალი. აი ამ ვითარებაში იყო საქართველო, როდესაც 1745 წლის უпроსად დაიწყოს 1 ოქტომბრიდან, ახალი სტილით 14-15 ოქტომბერი რამდენიმე დღე გაგზავნა კურთხევა, მეფეთ ეკურთხა მეფე თეიმურაზი. ერთი დაზუსტება. ჩვენს საისტორიო ლიტერატურაში გაბატონებულია ესეთი ცნება, რომ ერეკლე ეკურთხა იმავე დღეს კახეთის მეფე და თეიმურაზი ქართლის მეფე. არა, უბრალოდ კახთ-ბატონი იყო მანამდე თეიმურაზი და კახთ-ბატონი გახდა ერეკლე. მაგრამ
რიტუალი რაც პაპუნა ორბელიანს აკახწელი ჩატარდა ერთი და ეკურთხა არა ქართლის, არა კახეთის, ან რომელიმე კუთხის მეფე, არამედ სვეტიცხოვლობის დღეებში, სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარდა სრულიად საქართველოს მეფეთ თეიმურაზ მეორის კურთხევის დღე. სწორედ ამასთან დაკავშირებით აღდგა დავით აღმაშენებლის დროინდელი კარისკაცული ტიტულები, ამის პასალარი, მანდატურთუხუცესი, მთელ საქართველოს და მთელ კავკასიას დაუფიქსირდა, რომ ამ ერიდან საქართველოს ისევ ყავს ერთიანი ცხებული მეფე და ეს მეფე არის მეფე თეიმურაზი. სწორედ 1762 წელს თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ ერეკლე მეორე ეკურთხა არა ქართლის, არამედ სრულიად საქართველოს მეფედ. 1759 წლის შემდეგ ირანის სახელმწიფო დაშლილი აბსოლუტურად. იმიტომ რომ ნადირ შაჰის შვილების და ასე ვთქვათ ოჯახის წევრების პერიოდში მოხდა დაპირისპირება სამოქალაქო არეულობა უამრავ სახანო დაიშალა და ყველა სერიოზული პრეტენდენტი ვინც იყო ირანის შაჰობის აზატხანი ის ერეკლე მეორემ ხირბულახთან ბრძოლაში ფანტასტიკური ჩატარებული ბრძოლის შედეგად პირწმინდად გაანადგურა. რაც შეეხება ოსმალეთის იმპერიას. ამ პერიოდის ოსმალეთის იმპერიაში შიდა ვითარება სრულიად იცვლება. თუკი მე-18 საუკუნემდე ძალიან სერიოზულ პოზიციებზე იმყოფებოდნენ ოსმალეთში ბოსნიელები და სლავური წარმოშობის ადამიანები, იგივე ალბანელებიც თუნდაც მე-18 საუკუნეში არის ქართველების სრული დომინაცია ოსმალეთის სამეფო კარზე. სულთანთა დედების ცოლების დიდი ნაწილი ქართველია. დიდი ვეზირები როგორც წესი ქართველები არიან, კაბუდან ფაშები, ანუ ფლოტის სარდლები, ასევე ქართველი ფაშები მართავენ ეგვიპტეს, ერაყს, სირიას, ანატოლიას და ასე შემდეგ. შესაბამისად, ქართული ფენომენი ძალიან გაძლიერებულია და საინტერესოა ერთი რამ, ეს ქართველი ფაშები და მოღვაწეები პერიოდულად პარვალობენ და აფინანსებენ ათონის ქართულ სავანეს, ისევე როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტერს და მეტის მაგალითად ეგვიპტის ერთ-ერთი მმართველი იბრაჰიმ ბეკ შინჯიკაშვილი ფულებს უგზავნის ერეკლესო ჯარი შექმნას და მარტყოფში დღესო დიდი ტაძარი დგას სწორედ იბრაჰიმ ბეკის აშენებული ეგვიპტის მმართველის. ოსმალეთში ჩვენთან მიმართებაში პრობლემები ძალიან შემცირებულია თუ გავითვალისწინებთ მით უმეტეს იმას, რომ ოსმალეთს ეხლა უკვე ევროპულ ასპარეზზე გამოუჩნდა უკრაინის ტერიტორიაზე მოდავე რუსეთი და ასევე სერიოზულად უკვე კონჩეტევაზია გადასული საღვთო რომის იმპერია, შემდგომში ავსტრიას რო უწოდებთ. ეხლა შეეხება რუსეთ-ოსმალეთის ომებს. ჩვენ ვიცით და რუსეთის საერთოდ პოლიტიკას აი დასავლეთის მიმართულებით. ამას ეწოდება რუსეთ-ოსმალეთის ომები 1768-74, 1787-91. ამ ომებს და ამ პროცესებს, რომელიც რუსეთი აწარმოებს, თქვათ ვიმეორებ დასავლეთით, ეწოდება პოლონეთის ერთი დანაწილება 1770 წლები და მერე პოლონეთის ორი დანაწილება 1790-იანი წლების, ხო, რამაც დამთავრდა საბოლოოდ 1795 წელს, მაგრამ სინამდვილეში ეს რა არის? ეს არის ბრძოლები უკრაინისთვის. ამ პერიოდში ამ ბრძოლების, ანუ ოსმალეთთან თუ პოლონეთის დანაწილებასთან თუ ავსტრიასთან ალიანსით რუსეთი იერთებს ყირიმს თანამედროვე უკრაინის დიდ ნაწილს გარდა ლვოვისა, ბელორუსიის საბოლოო ჯამში 1795 წლისთვის თანამედროვე ბელორუსიას. აი ეს არის მთელი რუსეთის დასავლეთის პოლიტიკა. აი ამ პროცესში პირველად 1770-იან წლებში რუსეთის დიპლომატიას განსაკუთრებით მისი მაშინდელი წარმმართველი ფიგურა ვინც იყო გრაფი პანინი, ნიკიტა პანის უჩნდება აზრი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ძალზედ მომძლავრებული ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გამოყენება ოსმალეთთან ომში. იმიტომ რომ ოსმალეთი იძულებული იქნებოდა რომ ყურადღება გადმოეტანა კავკასიისკენ და ეს გზას გაუხსნიდა რუსეთს იმისათვის რომ თქვა მეტი წარმატება ქონოდა უკრაინის ტერიტორიაზე. ფიზიკურად თანამედროვე უკრაინის რუსეთის მიერ დაპყრობაზეა საუბარი, ანუ ოსმალეთისთვის და გამოგლეჯვასა და პოლონეთისთვის გამოგლეჯვას. და სულად პირველი დანაწილებაც პოლონეთის სწორედ აი ამ ომის პარალელურად ხდება 1778-74 წლებში რომ მიდიოდა. და 79 წელს ამ მიზნით საქართველოში შემოუშვებენ ერთ სამხედრო პატარა შენაერთს გენერალ ტოტლებენის მეთაურობით, რომელიც ფაქტობრივად აქ მართალია ოსმალეთს აღიზიანებს
ქართულ სამეფო სამთავროებს და ოსმალეთს ერთმანეთის წინააღმდეგ აკეზებს, მაგრამ რეალურად ის არაფერს არ აკეთებს. ერეკლეს მიატოვებს აწყურთან. და ის კი არა ცდილობს რომ ერეკლე დაამხოს და ისეთი ანოვანტიურა განახორციელოს, რაც გერმანიაში რკნა თავის ძროზე, ანუ ჩვეულებრივი ავანტიურისტია, მაგრამ ერეკლე მეორე მოახერხებს, რომ ამ ურთცეცხლში მოქცეული ჯერ ასპინძასთან ოსმალეთის არმიას გაანადგურებს. მერე ალაგმავს ტოტლებენს, თბილისამდე არც მიუშვებს და დასავლეთ საქართველოში განდევნის. დასავლეთ საქართველოში ტოტლებენის მოქმედებები კრიტიკას ვერ უძლებს, იმიტომ რომ ერთადერთი რაც იყო 46 კაციანი გარნიზონი იცავდა ქუთაისის ციხეს და იმის სარდალიც იყო ქუთაისელი კიკიანი გვარად. და ეს აღება თუ გამარჯვება რა გითხრათ და ფოთი მოკლედ ვერაფერი ვერ გააკეთა რეალურად. ძირითადად ვიმეორებ იმერეთის გურიის სამეგრელოს ოსმალეთთან გადამტერებას ეწეოდა, მაგრამ აი ამ დროს უკვე ერეკლე მეორე პარალელურად, როდესაც ხედავს ეს სიმახინჯია, რასაც ტოტლებენი აკეთებს, იწყებს საკუთარი ძალებით შეტევას ოსმალეთის წინააღმდეგ და აუღებელ ხერთვისის ციხეს აიღებს და თხოვს რუსებს, თქვენგან არაფერი არ უნდა, გარნიზონი ჩააყენეთ. რუსები არ აყენებენ გარნიზონს. უფრო წინ მიდის, არბევს ყარს, არზრუმამდე მიდის. რა თქმა უნდა, აქ შემოსული ტოტლებენი და მე მისი შემცველი სუხოთინი აბსოლუტურად არაფრის გამკეთებლები არ არიან. ერეკლე აგზავნის კათოლიკოს პატრიარქ ანტონს და თავის ვაჟ ლევანს პირდაპირ პეტერბურგში პანინთან ჯერ წერილს და ეკატერინესთან მოსალაპარაკებლა და რა არის, რას თავაზობს. ეუბნება, მე თანახმა ვარ, მე ოსმალეთს გადამამტერეთ და თანახმაო რომ გავხდე რუსეთის მფარველობის ქვეშ შემოვიდე. და საგარეო პოლიტიკაში ვიღო ყველაფერში თქვენი მოკავშირე. ოღონდ სანაცვლოდ მჭირდება ორი რამ. ერთი ფინანსები, დამატებითი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია. გარნიზონად, აი პირდაპირ, წინახაზე არც ითქოს, გარნიზონად, საწყის ეტაპზე მაინც, დათვლილი მაქვს, მე მჭირდება 4000 ჯარისკაცი. ოღონდ, არა ვინმე ტოტლებენის მსგავსის მეთაურობით, არამედ აბსოლუტურად ჩემს დაქვემდებარებაში. რა თქმა უნდა, ხა ამ წერილებიდან და ამ კორესპონდენციით აგზავნის სერიოზულ საჩუქრებსაც და ასე შემდეგ, გნებავთ პანინისადმი და გნებავთ ეკატერინესადმი და კიდევ სიტყვიერი დირექტივები აქვთ ჩემს ვაჟს და ჩემს ძმას კათოლიკოს ანტონს და ისინიც გეტყვენ აქვე ტექსტი მარტივი გასაგებია, რომ ფორმალურად თანახმა რუსეთის მფარველობაში იყოს, ოღონდ თუ ის ბოლომდე დაიბრუნებს ტაოკლარჯეთს და მოკლედ საქართველოს დავით აღმაშენებლის თუ არა გიორგი ბრწყინვალის საქართველოს ფარგლებში მაინც აღადგენს. მან იცის ამისთვის რაც ჭირდება დამატებით რესურსად და აი ამას თხოვს რუსეთს. რა თქმა უნდა, რუსეთი უარს ეუბნება. ამას არ აკეთებს, გაიყვანს იგივე სუხოთინსაც, იმიტომ რომ უკვე სიტუაცია შეიქმნა ისეთი, რომ რისი მიღწევაც უნდა, ანუ უკრაინის ის ტერიტორიები, რომელიც მას ჭირდებოდა, ხელში ჩაიგდო, უკვე პირველი რაზმები ყირიმში შეიყვანა და მისთვის საქართველოს ყველანაირი ინტერესი იმ ეტაპზე დაკარგა. ამის შემდეგ იდება კუჩუკაინარჯის ზავი, რომლის თანახმად ქართლ-კახეთის საერთოდ არა ლაპარაკი, იმ დროს სულ დამოუკიდებელი იყო. ამ ზავიდან ჩანს, რომ იმერეთიც ხდება ფაქტორად სულ დამოუკიდებელი, იმიტომ რომ 4-20 ციხე იყო ზავში როგორც წერია და 4-ვე ციხეს ანგრევს სოლომონი როსა და ორაღანარი მოჩა აღარ არის ეს ციხე და ვერანაირი პრეტენზია თურქეთს აქვს ვერ ექნება ოსმალეთს ვერ ექნება და საინტერესო რა არის აი ამ პერიოდში 1774 წლისთვის რომ ოსმალეთი კინაამ შიგნიდან დაინგრა მას აუჯანყდა ეგვიპტის მმართველი ალი ბეი ქართველი რომელსაც იყო მთელი სირია პალესტინა მაგრამ ალი ბეი რომელმაც ეგვიპტისა და სირიის სულთნის ტიტული მიიღო დაემხო არა ოსმალურიანი თურქული ჯარით არამედ ის გადააყენეს ქართველებმა პირველში იბრაჰიმ ბეკ სინჯიკაშვილის ერთ მურად ბეკი და სხვა ქართველი ასე ვთქვა იანიჩარებისა თუ მამლუქების მონაწილეობით და რაც ალი ბეის ქონდა ის ისევ ქართველების ხელში გადმოვიდა ამიერიდან ეგვიპტის მმართველები
მართველი ხდება იბრაჰიმ ბეი და მურად ბეი. და ოსმალეთი ხედავს, რომ ესე იგი ეს იანიჩარება და მამლუქებად გაყიდული ქართველების სერიოზულ პრობლემას უქმნიან. ერაყი პრაქტიკულად ავტონომიურ სახელმწიფოდ გამოუცხადა სულეიმანმა ქართველმა მამლუქმა და გამოყო. ამიტომ ოსმალეთის სულთანი მუსტაფა უკვე მომზადებული ემაზე, რომ მიუხედავად იმისა, მისი მთავარი და უსაყვარლესი გიურჯი გიუზელი არის ქართველი და ყველა ქართველი ყავს გარშემო, რომ ტყვის ყიდვა იგრძელოს. აბდულჰამიდიც იგივე პოლიტიკას აგრძელებს. ამ დროს ახდება, ამ დროს ახალციხეს მართავს 1769 წლიდან სულეიმან ფაშა. სულეიმან ფაშას თვითმიზანია, რომ შეინარჩუნოს ტახტი ახალციხეში, ანუ რეალურად იყოს სამცხის ათაბაგი. ის პერიოდულად რუსეთსაც ეს წერილს, რომ ვიქნებით თქვენი გავლენის სფეროს, თქვენი ქვეშევრდობით, ერეკლესთანაც აქ მიწერმოწერა. მას უნდა გამოყოფა ოსმალეთიდან, ოღონ ერთი პირობით, რომ ის დარჩება სამცხის მთავრად. აი ეს არის მისთვის ამოსავალი წერტილი. აი ამ საკითხში ერეკლე და ის ვერ დახვდებიან. მაგრამ საინტერესოა ერეკლეს პოლიტიკა მას შემდეგ, რაც რუსეთისგან მიიღო უარი. ის პირდაპირ საკუთარი ძალებით გადადის უაქტიურეს მოქმედებაზე ოსმალების წინააღმდეგ. ოფიციალურად თითქოს უთევს ახალციხის ფაშა ეს სულეიმანი გულისხმობს ინიშნება დიდ სერასკირად, არზრუმის სერასკირად, ანუ მთელი ირან, კავკასიის ფრონტის მთავარსარდლად. მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო, ერეკლე აოხრებს ყარს, არზრუმის მიდამოებს და ქართველები დასახლებულ ტერიტორიებს არ ეხება. ახალციხის ფაშა თხოვს მილიონებს სულთანს აბდულჰამიდს, რომ თუ არ მომეშველები დავეცემი, აგზავნის ხაზინას წარმატება არის ნული. ამის შემდეგ აბდულჰამიდი წერილს წერს ირანის მმართველ ქერიმ-ხასო, კაცო, ეს გურჯისტანი იყო, თქვენი გავლენის სფერო იყო, რამე მიშველეო. იმიტომ რომ ხაზინა აღარა მაქვს, დაეცა ოსმალეთი. ქერიმ-ხადი წერილს წერს, ერეკლეს ეს წერილი ომახერხეული დღესაც აქ ბოტანილი, რომ როგორ არ მიყვარდეო. მეო ირანის არა ლეგიტიმურ არა შახს, უბრალოდ მმართველს. მეხვეწება ეს დიდი სუნიტების ხალიფა და ოსმალეთის სულთანი, რომ მიშუამდგომლეო შენთანო ერეკლესთან. ესეთი რა უქენი. და არა მარტო თავის წერილს და საჩუქრებს აგზავნის ერეკლესთან. აი დედანსაც როგორც დოკუმენტს ამ წერილსაც სულთნის წერილს უგზავნის. ამის შემდეგ უკვე ოსმალეთის სულთანი ახალციხის ფაშის გვერდისავლით პირდაპირ გამოდის ერეკლესთან მოლაპარაკებაზე და ფორმდება ხელშეკრულება ოსმალეთის სულთნის კარსა და ერეკლეს შორის, სადაც ახლა დიდი ვეზირები, ისედაც ქართველები არიან და ოსმალეთი 1780-იანი წლების დასაწყისში მთელ დასავლეთ საქართველოს უთმობს ერეკლეს. ამ დროს ზუსტად ერეკლეს კარზე ჩამოდის ინდოეთში მოღვაწე სომეხი, რომელიც ოსტინდური კომპანიის წარმომადგენელია და ერეკლეს თავაზობს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ტრაქტატის გაფორმებას, რომლის თანახმადაც ბრიტანეთი კი სრულობს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სრულ პატრონაჟს, აქ რაღაც გარკვეული თქვა ქვემოქართში წარმოებ ჭარხლის, შაქრის წარმოებების გახსნას, ექსპორტს და აქედან გამომდინარე დიდ ფინანსებსაც. და ერეკლესა და ბრიტანეთის ოსტინდური კომპანია მოგეხსენება წარმოადგენდა ბრიტანეთს, მაშინ მთელს აღმოსავლეთში ფორმდება ხელშეკრულება. მაგრამ რა არის? რუსეთის ელჩი კონსტანტინოპოლიდან აუწყებს პეტერბურგს პოწიომკის პირველ რიგში, რომ ესე იგი ერეკლესა და ოსმალეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და მორჩა კავკასია დაგვეკეთა. ეს შახრამიანი წერილს წერს ეკატერინეს, რომ აი ესეთი ტრაქტატი გაფორმდა და იღებს ეკატერინესგან ფულს, რა თქმა უნდა, ოღონდ აუწყებს, რომ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არის ალიანსი და მორჩა თქვენი საქმე ცუდათი ვერ ასოდეს კავკასიოს ვეღარ გადმოცილდებით და იწყება სპეცოპერაცია გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელი ოპერაციის თვითმიზანიც არის, რომ ერეკლეს კავშირი ბრიტანეთთან და ოსმალეთთან ჩაიშალოს. და არა ის, რომ თქვა მაინც და მაინც რუსეთს რაიმე იმედი აქვს, რომ მაშინ ფეხს მოიკიდებს საქართველოში. არა, მისი მიზანია ერეკლეს დისკრედიტაცია და მავნებლად წარმოჩენა, თქვა, როგორც ბრიტანელების, ასევე ოსმალების თვალში.
და აქ აქტიურებს ერეკლეს აქილევსის ქუსლს. ეს აქილევსის ქუსლი, რომელიც რუსეთის დიპლომატიამ გამოიყენა, იყო ორი და ალბათ ორივეზე არის საფუძვლიანად სასაუბრო. ყველაზე დიდი პრობლემა ერეკლეს ოჯახს რაც ჰქონდა, შიდა ქართული, იყო მისი ოჯახის ლეგიტიმურობა საქართველოს სამეფო ტახტზე. მე მეუბნებოდ ერეკლე 1762-დან იურიდიულად სრულიად საქართველოს მეფეა, ესეა ნაკურთხი, ისე როგორც მამამისი. მაგრამ საქმე ის არის, კახურ დინასტიას ეკუთვნის კახურ შტოს ბაგრატიონებს და თან თეიმურაზი იყო ძმებში უმცროსი. ანუ თვით კახეთის შტოშიც კი არ იყო ეს უფროსი. ხოლო ქართლში მასზე დიდი პრეტენზიები ჰქონდა ვახტანგ მეექვსის შთამომავლებს და მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე დედით ვახტანგ მეექვსის შვილიშვილი იყო, დედამის ძმა და ძმისშვილები დარჩა ბაქარიშვილი ალექსანდრე, რომელიც რუსეთში არის გადახოცილები და აქვთ პრეტენზია ქართლის ტახტზე და სწორედ მათ აამოქმედებს და გამოუშვებს კავკასიასა და წინა აზიაში ერეკლეს წინააღმდეგ სიტუაციის ასარევად პოციომკინი და რუსული სპეცსამსახური. ეს არის ერთი, ასე ვთქვათ, ერეკლეს აქილევსის ქუსლი. და არსებობს მეორე აქილევსის ქუსლი, რომელსაც ასევე წარმატებით დაუწყებს რუსეთის სპეცსამსახური გამოყენებას. ეს არის დაგესტნის ლეკიანობის ფაქტორი. ჩვენ თუ ჩავხედავთ საქართველოს ისტორიას მე-12, მე-13, მე-15, მე-16 საუკუნეებში, გნებავთ მე-17-ში, ძალიან იშვიათად შევხვდებით ისეთ ფენომენს, ან თითქმის ვერ შევხვდებით, როგორც იყო ლეკიანობა. და მოდი თქვათ სიმართლე, როდიდან იწყება და რატო იწყება ლეკიანობა. როდესაც პეტრე პირველმა გადაწყვიტა, რომ თითქოს ირანს მიხმარებოდა, მაგრამ სინამდვილეში გამოეყენებინა ავღანელებთან ირანელების მარცხი და 1720-იან წლებში ირანი დაეპყრო ქართველების გამოყენებით, მან ლაშქრობა დაიწყო დაღესტნის გავლით. ბევრი დაღესტნელი, ისე როგორც ქართველი, სხვადასხვა დროს ირანში დიდ თანამდებობებს აღწევდნენ, ვეზირები, ხანები იყვნენ და არანაირად არ ესიამოვნათ რუსების ჯარის შემოსვლა, იმიტომ რომ ახლა როგორ უნდა ჩახვიდე ირანში, ხო? დარუბანის გავლით თუ დაღესტნის მიწებს არ გაივლის ზღვის სანაპიროს. და ამას მოყვა პირველივე შეტაკებები და ბრძოლები და მოკლედ ვიტყვი. კი, რეშთი, დარუბანდი, ბაქო და ასტრაბადი პეტრე დაიკავა, მაგრამ ბრძოლები წააგო. და სხვათა შორის საინტერესოა, რომ ვახტანგ მეექვსე ამ სიტუაციაში გამოჩნდა პეტრეს მხარდამჭერა და ირანის შაჰის მოღალატეთ ეს ცალკე თემა დაღესტნელების ვტრათ, იმიტომ რომ დაღესტანი რუსეთს ლეკები იცავენ თავის სამშობლოს და ებრძვიან და შენ ამ დროს რუსეთის პარტნიორი ხარ. და სხვა შორის ლეკებთან ერთად თეიმურაზ პირველის ნახევარ-ძმამ და სხვა შორის თეიმურაზ მონაწილეობითაც გახელება აოხრეს თბილისი. მაშინ ვახტანგი რო ჯერ კიდე განჯაში იყო და სანამ გაიქცეოდა მოკლედ რუსეთში. პირველი სერიოზული კონფლიქტი ხდება სწორედ იმის გამო, რომ ქართლის სამეფო ჯარი მხარს უჭერს რუსეთს, რომელიც დაღესტანს დაპყრობას უპირებს. ამის შემდეგ აქ შემოდის ვიცით ოსმალობა, პეტრე პირველმა გაგვცა, გაგვყიდა, ვახტანგ მეექვსი ზურგს უკან გაურიგდა ოსმალეთს, თვითონ ოსმალეთისგან მიიღო აზერბაიჯანის ზღვისპინას სანაპირო, ხოლო სანაცვლოდ ოსმალეთს თავისივე ხელის მოწერით დაუთმო მთელი საქრისტიანო კავკასია. მათ შორის სრულიად სომხური მიწები და სრულიად ქართული მიწები. და აქ შემოვიდა ისახ-ფაშა ჭაყელი და ოსმალები თბილისში და ახლა ოსმალეთს სურვილი აქვს მთელი კავკასიის დამორჩილების. და პირველად ოსმალეთი იწყებს დაღესტნისთვის ბრძოლას. და რა ხდება? ამ შემთხვევაში ქართველების სერიოზული ნაწილი ოსმალეთის მხარეს დგება დაღესტნის წინააღმდეგ საუბრად. გაგრძელება არის უკვე ლეკების დაპირისპირება ჩვენთან. ოსმალეთი 1735 წელს ოსმალების ბატონობა, ოსმალობა შეცვალა ირანში ხელახლა გაძლიერებულმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც მეთაურობდა შემდგომში ნადირ შაჰად წოდებული პიროვნება, ნადირ შაჰ ავშარი, რომელმაც დაიპყრო ინდოეთი, ბრძოლები ჰქონდა ოსმალეთთან, მაგრამ თვითმიზნად კავკასიური საკითხის და საერთოდ ოსმალების პრობლემის გადაჭრისა დაისახა დაღესტნის სრული დაპყრობა. და 1738-დან მოყოლებული 44 წლამდე
ნადირ შახის ნომერ პირველი დამხმარეები გამოდიოდა ქართველთა ერთი ნაწილი. სხვათა შორის უნდა ითქვას იმ კაცის საქებრად, რომელიც იყო გივი ამილახვარი და გივი ამილახვარი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა დაღესტნელებს შორისაც გივი ამილახვარმა ეს არ გაიზიარა და პირიქით ეხმარებოდა დაღესტნელებს და არეულმა. მაგრამ იგივე თეიმურაზი მეორე, იგივე ერეკლე ამ შემთხვევაში ნადირ შახის მოკავშირეები იყვნენ და არა მარტო ისინი, ქართულ თავადაზნაურთა დიდი ნაწილი დაღესტნის წინააღმდეგ. და აქ მოხდა ესეთი რაღაცა, ნურსალბეგის წინაპარმა და ომარ ხანის წინაპარმა ხუნძახის მმართველმა უსასტიკესა დაამარცხა ვიწრობებში მოიმწყვდია ნადირ შახის ჯარი და საბოლოო ჯამში ნადირ შახს არათუ დაღესტნის დაპყრობაზე, ოსმათისკენ წინ წაწევაზე ააღებინეს ხელი, მოკლედ დაღესტნთან დამარცხდა ნადირ შახი. მაგრამ რა გამოჩნდა, რომ ეს 20 წელზე მეტია, ვინც დაღესტანს ებრძვის, მაინც და მაინც მათხარესავართ ქართველები, ხო? ხო და როცა დავჭით ერთ-ერთზე, აქ გარკვეულ წილად წავიდა ბრძოლები. თუმცა ერთი რამ არის ძალიან საინტერესო და რაც თვალში ხვდება და ლეკების შემოსევისას ძირითადად ეს ლეკები აოხრებენ ქართლის არაქართველები დასახლებულ პროვინციებს. ძალიან დიდი იშვიათობა განსაკუთრებით უკვე 1757 წლის მერე მათ მიერ ისე გადმოივლიან კახეთის სოფელს გასაყიდებენ მით უმეტეს თუ არის ხუნძახი და რა ქვია ნებისმიერი დაღესტანი უფრო არის ქართლის არაქართველები დასახლებულ სოფლების მორბევა. ეხლა ესენი დაარბევენ, მე ერეკლეს ჯარი მისდევს და უკან აყრევინებს ნადავს. აი დაახლოებით ესეთი სპარინგ ბრძოლებთან გვაქვს საქმე და ესეთ შეტაკებებს ხვდებით. ეს თემა კიდევ შესასწავლია. საინტერესო ერთი რაღაცა, რომ ერეკლეს ჯარში, როგორც თქვით, ყოველთვის იყო ჩერქეზები, ინგუშები, ჩეჩნები, ოსები და ბალყარელები, მაგრამ ძალიან ხშირად არიან დაქირავებული ხელფასიანი ლეკი მებრძოლები, დაღესტნელი მებრძოლები. სხვა თემა ის, რომ ერეკლეს თვითმიზანია ისტორიული საინგილოს დაბრუნება და სწორედ წახურელ ჭარელ ლეკებს, ანუ გამოსულმანებულ, გალეკებულ ქართველებთან აქ ყველაზე მძიმე ბრძოლები და პრობლემები, რომელიც მას ექმნება, ეს არის აჯიჩალავთან, თორემ დაღესტანში ვინც ყველაზე აი ის ძალა, რომელმაც ნადირ შახი დაამარცხა, ერეკლემ პირწმინდა დაამარცხა ნურსალბეგი 1750-იან წლებში, ეს ცნობილია 12-15 წლის ჭადიჯურისა და ყვარლის ბრძოლები. როცა ფანტასტიკურ გამარჯვებებს მიაღწია და ხუნძახს აღიარებინა, რომ თან ის არ წამოსულა პატარა ძალით ერთგვარი სრულიად დაღესტნური კოალიცია გააკეთა, ორივე შემთხვევაში 20,000-ზე დიდი ჯარი ყავდათ. მაგრამ პირწმინდა წააგეს, სერიოზული ოპერაცია ჩაუტარა ერეკლემ. და ეს ალბათ ერეკლეს ბრძოლები და ომები ცალკე გადაცემის თემა ჩვენ ერეკლეზე კი ჩავწერეთ ბევრი, მაგრამ შეიძლება უბრალოდ აი სამხედრო ხელოვნება ქართველების კიდე ცალკე მოვყვეთ და გავარჩიოთ. აქ მინუსი არ არსებობს. რუსებმა როდესაც იციან, რომ ერეკლეს ერთგვარად ხუნძახთან დაალაგებული გამოქმედებენ ისეთ ძალას დაღესტნელებიდან. პრობლემა რო აქვს ეს ზოგადად მათთვის ცნობილი, რომელსაც ნაკლები შეხება ქონდა ერეკლეს. ეს არის დარუბანდ ხუბის სახანო, ანუ აღმოსავლეთ დაღესტანი და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის მმართველი ფატალი ხანი და დარკი შამხალი, რომელიც ისეთ მათი სატელიტი იყო. და ეხლა ნახეთ რა ხდება. მათთან ჩაუშვებენ ეს ალექსანდრე ბატონიშვილს. ალექსანდრე ბატონიშვილს მიწერ-მოწერები აქვს, კონტაქტები აქვს, ჩადის თუ ხალხს აგზავნის. ყველა იმ ძალასთან, ვინც შეიძლება დაინტერესებული იყოს გარკვეულწილად ერეკლეს შედარებით შესუსტებით. ეს არის ირანის მმართველი ქერიმ-ხანი, რომელიც ფაქტობრივად შახად თავის გამოცხადებას ქერიმ-ხანი გარდაცვლია, მაგრამ ქერიმ-ხანის შემდეგ მისი ვაჟი და 79-ში გარდაიცვალა ქერიმ-ხანი, ანუ ქერიმ-ხანის დინასტიაზე მაქვს საუბარი, ზენდების მათთან, რომ ხომ არ დამიჭერდით ხარსო ქართლის ტახტზე დავჯდე. ქერიმ-ხანთან ახლა ერეკლეს უფრო დაალაგებული ქონდა ურთიერთობა, მაგრამ ქერიმ-ხანის სიკვდილის შემდეგ უკვე მისი შვილები იქ ისევ აქტიურობენ, ნაწილობრივ თქვა ძველი ეს ავშარების ნადირ შახის დინასტიის მომხრეებით, თქვა ქალაქ მეშხეთშიც, იგივე უკვე ეს ყაჯართა დინასტიის წარმოადგენლებიც ხმას იღებენ და შესაბამისად ახლა 100%-იანი გარანტია ერეკლეს ვერ ექნებოდა, რომ
ვიღაც ირანელებს, რომლებიც უბრალოდ ვერ ბედავდნენ, რომ მართლა შახად ქცეულიყვნენ და ირანის სახელმწიფო აღედგინათ, ინტერესი გაჩენდათ ერეკლეს დასუსტების და ერეკლეს კონკურენტს შეკროდნენ ალექსანდრეს სახით. იგივეს აკეთებს იმერეთთან მიმართებაშიც. მართალია ერეკლეს წერენ წერილებს სხვათა შორის. თან რა ხდება, როდესაც ეს ტრაქტატზე ჩვენთვის თავის მოხმას აპირებენ, ძალიან წარმატებული ბრძოლები აქვს ერეკლეს ისევ და ისევ ნახჩევანისა და აი ირან-ოსმალეთის საზღვრის მიდამოებისაკენ. არაქსი გადალახული აქვს. ძალიან ხშირად ეწევა იქ მაშინ ბრძოლებს, ანუ მის მიზანი არა თქო უნდა მესხის დაბრუნება და იმ პერიოდში ხდება ეს შანტაჟები მის მიმართ. ეს ყველაფერი ეს მოქმედებები 1792-ში. ხა ერეკლე მიცის რომ სოლომონი შეიძლება ნაწყენი იყოს მასზე მარტივ მიზეზის გამო რომ ოსმალეთმა დასავლეთ საქართველოს იურიდიულად ერეკლეს ფაქტობრივად დაუთმო. სოლომონს მართალია პირდაპირ მემკვიდრე კანონიერი ვერ ყავს, იმიტომ რომ მის შვილიშვილი უკანონო ჩობილია. სოლომონის ისედაც ყველაზე ახლო მემკვიდრე ერეკლეს შვილიშვილია დავით არჩილიზე, ანუ იგივე შემდგომ სოლომონ მეორე რო გახდება, მაგრამ 20 წელი პატარაა თითქმის სოლომონი, 17 წელი პატარაა ერეკლეზე და აქედან გამომდინარე, რომ ეხა მას დაუთმეს ერთგვარი შეიძლება უკმაყოფილება კონდეს და დაწყენი იყოს და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა შეიძლება არსებობდეს იმისი ალბათობა რომ სოლომონიც ერეკლეს ოპოზიციას მიემხროს. ერეკლეს იმართლა გითხრათ ამისი არ ჯერა. ორი თვე დაჭირდა ერეკლეს ოჯახს. ერეკლეს ოჯახში ჩანერგილ რუსეთის აგენტ იაკობ რეინექს, რომელიც ოფიციალურად გადაბირებული ყავდა და ეს რუსული დოკუმენტები დუბროვიდან ბურნოშოვიდან ჩასო პოციუმკის ის ნაკიდი ყავდა და მისთვის სასურველი ასე ვთქვათ აზრებისაკენ, პოზიციისაკენ, რომ მოეტრიალებინათ ერეკლეს ოჯახის წევრები და ერეკლეზე ზეგავლენა განეხორციელებინათ. ამისთვის ყავდათ რეინექსი აქ ჩანერგილი თვითონ დარეჯანის სასახლეში და ერეკლეს შვილებთან. და მიუხედავად ამისა ორ თვეზე მეთხას ერეკლეს ეუბნება რომ აი იმერეთის რო დაგვიპირისპირდაც ირანის ხო ხედავთ ფათალი ხანთან ანუ აღმოსავლეთ აზერბაიჯან დაღესტნის მმართველთან არიან ეს ალექსანდრე ბატონიშვილი და შენი პერსონალური მტერი ალექსანდრე ანლახვა რომელიც ადრე შეთქმულებისთვის დაჟილი ყავდა ერეკლეს და ბოლოს როგორც იქნა აიძულეს ეს პირდაპირ ზეწოლა სპეცსამსახურის მიერ განხორციელებული ერეკლეს ეთხოვა რუსეთის ფარველობაში შესვლა, იმიტომ რომ მას გამოცდილება არ ჰქონდა ტოტლებენის და მაშინ უარის, კარგად იცის რომ არაფერს სასიკეთოს რუსეთი მას არ უკადის და შესაბამისად კარგად იცის რომ რაღაცა ავანტიურასთან არის აქ. ძალიან ბევრს უყვარს ერეკლეს წარმოსახვა ისე რომ ვითომ საერთაშორისო პოლიტიკაში ვერ ერკვევა, ადამიანის ცნობა არ იცის, მაგრამ თუ კაცი შეხედავს და გაანალიზებს ბურნაშოვის მონათხრობს, გილდეშტეტის მონათხრობს, იგივე ტოტლებენის წერილებს, მიხვდებით რომ საკმაო ძალიან ჭკვიანია შეიძლება თქვათ რომ აი ეს აზიურ აღმოსავლური მზაკრობაც კი აქვს იმიტომ რომ ის რაღაცებს როცა ვიღაცას თხოვს მაინც და მაინც იმას კი არ თხოვს ასაც იქ წერს არამედ საქართველოსთვის ქვეყნისთვის უნდა ხერის მოტანა და შესაბამისად გაცილებით ღრმა არის ვიდრე გონიათ ასე რომ ერეკლეს დარწმუნება იმაში რომ რუსეთის მფარველობა ეთხოვა ძალიან გაუჭირდათ და საბოლოო ჯამში ვინაიდან რუსეთს გადაუხდია ძალიან დიდი ფული ფათალი ხანისთვის და ტარკის შამხალისთვის მხოლოდ იმიტომ რომ ისინი არ შესულიყვნენ ერეკლესთან დიალოგში და ხმები გაევრცელებინათ რომ თითქოს აპირებენ მთელი დაღესტნის და თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიის ამ ხედრებასაც რომ ალექსანდრე ბაქარიძე ბაგრატიონს დაუჭირონ მის წინააღმდეგ ქართლის ტახტზე ხარი და იმის გათვალისწინებით რომ ქართლის თავადობის უმეტესობას ერეკლე არ უყვარდა ერეკლე წერილს წერს ეკატერინე მეორეს რა თქმა უნდა რეინექსის მიერ შემოთავაზებული ტრაპარეტით რომელიც პოციომკინისგან იყო გამოგზავნილი ორი პოციომკინი ერთის გრიგოლი ფავორიტი და მე მის მეორე მის ნაცავი პავლე პოციომკინი რომელთანაც ყოველდღიური ასე ვთქვათ ურთიერთობები იყო და რა არის ამ წერილში ერეკლე უნება რომ მე ყველა ომი მოგებული მაქვს მე კავკასიის აღმიერ კავკასიის და ზოგადად კავკასიის უდიდეს ნაწილს ვანეიტრალებ და მე არაფერი არ მჭირდება
ერთადერთი თქვათ იმ შემთხვევაში მაწყობ თქვათ ფარველობაში ყოფნა თუ კი თქვენ მაძლევთ პირობას რომ ყველა იმ ჯერეთი დაიბრუნებ და გაანთავისუფლოთ ყველა იმ ტერიტორიას რომელიც ისტორიულად თანამედროვე ქართული თქვათ საქართველოს ეკუთვნოდა აქ საუბარია ტაო-კლარჯეთზე და ასე შემდეგ და ყველაფერს მე დამიქვემდებარებთ უპირობოდ მეორე მომაცილებთ აი ამ ჩემს ცუციტყვებს წერს იქ თავის ბიძაშვილს რომელიც სამეფოში თქვათ გადატრიალებას და არეულობას მიპირებს თავარი ამოსავალი წერტილი არის ალექსანდრე ბატონიშვილის მოცილება რა შეიძლება ჯარს თუ მაინც და მაინც შემოიყვანთ უკვე აღარ აგდობა ამ ჯარის მიზერავ საკვებით მე უზრუნველყოფ და სადგომითო მაგრამ ხელფასი თქვენ უნდა გადაუხადოთ იმიტომ რომ მე დაქირეებული ვხავს დაღესტნელების ჯარებიო ასე ვჭიროთ კავკასიელებიო და ეხლა რუსებისთვის გადასახდელებული ნამდვილად არ მექნება აი ეს არის ერეკლეს სათხოვარი ამას მოძებს ტრაქტატი რომ ტრაქტატში რა თქმა უნდა ჩადო რუსეთის სპეცსამსახურმა საიმპერატორო კარმა მერვე არტიკული რომის თანახმადაც გააჩინეს შესაძლებლობა რომ ხვალეს უკანონოდ ავტოკეფალია გაეუქმებინათ იმ დროს სინოდის წევრად შეყავთ ჩვენი კათოლიკოსი და შეიძლება ყოველ კათოლიკოსის ნაცვლად არქიეპისკოპოსი იყოს ესეთები ჩაწერილია მერვე არტიკულში საგარეო ურთიერთობებში ერეკლეს ეზღუდება ინდივიდუალურად მოქმედების უფლება ანუ ირღვევა ერეკლეს ტრაქტატი ბრიტანეთთან და ოსმალეთთან სხვა ყველაფერი შიგნით საქართველოს დამოუკიდებელია და აქ შემოდინო ეს ხელი ეწერება გეორგიევსკში გადის გაყავთ რუსებს ალექსანდრე ბატონიშვილი და ალექსანდრე ამილახვარი და ნახეთ რა ხდება ამის შემდეგ ხდება ესეთი რა ახალციხის ფაშის მოწოდებით პირდაპირ რომელიც როგორც ვთქვით ირანის უმაღლესი მთავარსარდალია საერთოდ აღმოსავლეთში ანუ ირანისა თუ საქართველოს ოსმალეთის მთავარსარდალია აღმოსავლეთში ანუ ირანისა თუ კავკასიის მიმართულებით ისე და ესე ამ სულეიმან ფაშის პირდაპირ ბრძანები და მოწოდებით დასავლეთ დაღესტნის მმართველი ომარ ხანი რომლის მამაც ბევრჯერ ყავდა განადგურებული და ასე ვთქვათ ძირდაცემული ერეკლეს იწყებს ლაშქრობას ერეკლეს წინააღმდეგ აქ დგას რუსული შენაერთი ვინმე ბურნაშევის მეთაურობით ბურნაშევი ყველანაირად ცდილობს თითქოს მეგობრობს ქართველებთან ძალიან კაი ურთიერთობა აქვს მაგრამ მას არ უნდა რომ ერეკლეს შვილიშვილი იჯდეს იმერეთის ტახტს ის ამისი წინააღმდეგია და ანუ მოქმე ესეთ რაღაცებს ახორციელებს ხარს უჭერს და მართლაც იმერეთის მეფედ როცა სოლომონ პირველი გარდაიცვალა ავიდა დავით გიორგიძე სოლომონ პირველის ბიძაშვილი მოკლედ ბურნაშევის ჩარევით ერეკლე თავის შვილიშვილს იქ ვერ ამეფებს დავით გიორგიძის ელჩი არის ესეთი ბუჭუა მასხარაშვილი ერეკლეს კარზე და ბურნაშევთან არის სერიოზული მოლაპარაკებები იმისა რომ აი მერლებს უფრო უნდა დავით გიორგიძე და არა სოლომონი მოკლედ რუსეთი ამ შემთხვევაში აძლიერებს დეცენტრალიზაციისაგან მიდრეკილovat პოლიტიკას ამავდროულად სწორედ ამ პერიოდში 1785-ში როგორც ვთქვით ახალციხის ფაშის მითითებით დაღესტნის ერთი ნაწილის მმართველი ომარ ხანი დაიძრება აოხრებს ახტალას ისევ არაქართველები დასახლებულ ქვემოთ ქართლის ტერიტორიებს ბორჩალოს და გადადის მერე ახალციხეში ქართულ სოფლებს ფაქტობრივად არ ეხება ერეკლე მას დააზრდებს მაგრამ ესეთი პირდაპირი ბრძოლები არ ხდება და აქედან იწყებს ერეკლე უკვე წერილების წერას რუსეთში რომ მე მჭირდება ჩემს დაქონდებარებაში დამატებითი სამხედრო ძალა იმიტომ რომ მე ვიბრძვი ირანის წინააღმდეგ რაც თქვენ აქ ოსმალეთის წინააღმდეგ და ეხლა არის დაღესტანი რომელსაც მე ვერ უკლავდებიო იმიტომ რომ ოსმალეთი და ირანი თუ პირდაპირ ფრონტი თქვა ბრძოლისვაზე გამოდის ესენიო მთებიდანო ჩამოდიანო პარტიზანულად იბრძვიან გაშლველზე არ გამოდიან მოკლედ უფრო აწიოკებას ეწევიან და აქ დამატებითი ძალები მჭირდება ჩარევა საჭირო რა თქმა უნდა რუსები თავს იკავებენ ჯარის გამოგზავნას აქ არის გარკვეული მიწელმოწერა აი ომარ ხანსა და ერეკლეს შორის აი ხო ნახე რომ რუსები არანაირად აქტიურ მოქმედებებზე არ გადადიან ასე იყო თუ ისე ხლა იმერეთის პოლიტიკაში ხელს უშლის ბურნაშევი ერეკლეს
ომარ ხანთან არ დაეხმარა და ირანის მიმართულებით მაინც გამოვიყენო და მიდის ერეკლე ისევ ახორციელებს შეტევას თანამედროვე სომხეთის მიმართულებიდან ნახჭევანისკენ და აი ამ დროს 1795 წელი დგება ისევ აქტიურდება ომარ ხანი, მაგრამ რუსეთი ჩაერთო მორიგ რუსეთ-ოსმალეთის ომში 87-91-ის და გაკავთ ჯარი. და აქ არის ძალიან საინტერესო წერილი ერეკლე მეორესი რუსეთის იმპერატრიცისთან. პრორუსული ადამიანები ამას პირდაპირ გებულობენ თითქოს და ისე უნდათ ახსნან, რომ აი რაც სულ დღეში იყო თქვა ერეკლე მეორე, მაგრამ მოდით სხვა კუთხით შევხედოთ, რაც წერია იქ. ერეკლე უნება მე თქვენი გულისთვისო გადავიმტერეო ირანიც, ჩრდილოეთ კავკასიას და დაღესტანიც, ჩემი მეზობლებიც და ნათესავებიც და ოსმალეთიც. ეხლა რა ვქნაო? ირანის ხმობას დაუბრუნდაო თუ ოსმალეთს ისევ ეხვეწო რა მომისმენენ და მეგობრობაო რა მიმიღებსო დამელაპარაკებიანო მენდობიანო ვინმე მენდობაო მას მერე რაც თქვენ გვერდი დავდექიო და თქვენ თუ ეხლა აი ამ ჯარს მეო არ დამიქვემდებარებთო ითხოვს ყოველთვის არა რომ თქვენი მეტაურობით იყოს არა ჩემ დექვემდებარებაში და მე ჯარს აქ არ დამიყენებთო რაღაც დაუყენებენ გაიყვანეს მაშინო იცოდეთ თქვენ სასიკვდილოდ გაწირეთ საქართველოს თქვენ დააღუპეთ საქართველოს და ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა ანუ ეს წერილი სინამდვილეში რა არის ერეკლე გაცილებით ამძიმებს სიტუაციას და გეტყვით რატომ თუ რომ მარტო ეს წერილი ხო არ არის სხვა მიწარმოწერებიც არსებობს ამძიმებს სიტუაციას რათა რუსეთს უთხრას რომ მორჩა თქვენ პირობა დაარღვე და ჩვენ შორის ყველაფერი გაწყდა რომ იყოს პოლიტიკურად მართალი პარალელურად ერეკლეს აფორმებს ხელშეკრულებას იმ ომარ ხანთან ერეკლე ამბობს რომ ის წელიწადში 10,000 მანეთს გადაუხდი უпроსოდ თეთრს გადაუხდის ომარ ხანს ოღონდ ომარ ხანი იღებს პასუხისმგებლობას რომ რა ჯარიც ერეკლეს დაჭირდება ლეკური მუდამ იქნება ერეკლეს სამსახურში ერეკლე მეორე ამ დროს აფორმებს ხელშეკრულებას აღმოსავლეთ აზერბაიჯანსა და დაგესტანის მმართველ ფათალი ხანთან რომ ისინი თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიას და ჩრდილოეთ ირანს შუაზე გაიყოფენ და იქნებიან სრული მოკავშირეები და ძმადნაფიცები და ამის პარალელურად ზუსტად ამ ამბების პარალელურად 1798 წელს ისევ თბილისში ჩამოდის ოსმალური დელეგაცია რომელიც ანახლებს ეგრეკლესთან გეორგიევსკამდელ ხელშეკრულებას და კვლავაც დასავლეთ საქართველოს უთმობს ერეკლე მეორეს რა შეეხება ახალციხის საფაშოს მმართველი სულეიმან ფაშა ამ ყველაფერს ფაქტობრივად შეგუებულია და მისი ერთადერთი სათხოვარი მას რეალურად არათუ არავითარი საწინააღმდეგო არ აქვს მას ძალიანაც უნდა რომ მთელი ისტორიული მესხეთი ოსმალეთს გამოეყოს ის ფაქტობრივად ისედაც სულ ატყუებდა და არც ემორჩილებოდა ოსმალეთს მას უნდა რომ გამოეყოს ოსმალეთს მაგრამ მას სურს რომ იმ ქრისტიანულ სახელმწიფოში სადაც შეიძლება აღმოჩნდეს ახალციხის საფაშო წოდებული სამცხე საათაბაგო ათაბაგის ტახტი ისევ მის ოჯახს ეკავოს ეს არის და ეს მოკლედ შიგნით თუ არ ჩავთვლით ბრიტანეთ-საქართველოს ტრაქტატს ყველა ურთიერთობა ერეკლეს ისევ აღდგენილი ჰქონდა რუსები აქედან უსინდისოდ იყვნენ წასულები სამაგიეროდ აღდგენილი არის სამოკავშირეო და მეგობრული ურთიერთობები დაღესტნელებთან როგორც დასავლეთ დაღესტანთან ისე აღმოსავლეთ დაღესტანთან აღდგენილია მეგობრული ურთიერთობები ოსმალეთთან ერეკლე მეორის გავლენა ძალიან დიდია ამ დროს დასავლეთ საქართველოზე და ეს ცალკე საუბრის თემა და ამ დროს ოსმალეთის არმიის მთავარსარდალი რომელიც ებრძვის და აკავებს რუსებს ევროპის ფრონტზე და არა მარტო რუსებს ამარცხებს ავსტრიელებს არის იუსუფ ხოჯა ფაშა ქართველი
ოსმალეთის იმპერიის ნომერ პირველი გამკარგავი ადამიანი არის გურჯუ გიუზელი, ანუ ზეთუნახავი ქართველი და მისი ქართულენოვანი ვაჟი სელიმ მესამე სულთანი და ხალიფა სრულად ოსმალეთისა. ხოლო ეგვიპტეს სირიას მართავს იბრაჰიმ ბექსინჯიკაშვილი და მურად ბეგი ერაყს მართავენ ქართველები და ფაქტობრივად დიდებული წამია დამდგარი იმისა, რომ საქართველო არათუ გაერთიანდეს, არამედ დაიქუხოს მსოფლიო ასპარეზზე, მაგრამ სამწუხაროდ აქ შეერთვება შიდა ოჯახური, შიდა ქართული პრობლემები მოურჩენელი, საუკუნოვნად მოურჩენელი და სამუდამო თითქოს და სამწუხაროდ მოურჩენელი პრობლემები, რომელიც 1799 წლიდან აბსოლუტურად სავალალო დამღუპველი გზით წაიყვანს ჩვენი ქვეყნის ბედს. და ამ სავალალო გზაში ყველაზე დიდი დამნაშავე ჩვენი ქართველების გაუტანლობა და ერთმანეთის სიძულვილი და ერთდაიმავე ოჯახში თავგადაკლული პირველობისათვის სწრაფვა იყო. აი ეს პრობლემები დაიწყება 1799 წელს და ამ საკითხებზე შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ.